რუსეთი ამჟამად ამზადებს მასიურ დარტყმას კიევზე, კერძოდ გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე. ასევე ამზადებს შეტევას ბელარუსის ტერიტორიიდან. დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც, როგორც ამბობენ, ჩვეულებრივ არ ქვეყნდება. უკრაინის დაზორვამ, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზორო სამმართველომ, ხელში ჩაიგდო დოკუმენტები რუსეთის ახალი დარტყმების გეგმებთან დაკავშირებით უკრაინაზე. და ამ დარტყმებმა შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ქვეყნის ხელმძღვანელობა და მართვა. დაზორვამ ზოგადად გაამჟრავნა კონკრეტული სამიზნეების სია, კონკრეტული მისამართები და კონკრეტული კაბინეტები, სადაც რუსებს სურთ დარტყმა მიაკნეს. და სწორედ ამ საფრთხეებს ჩვენ თქვენთან ერთად განვიხილავთ ამ გამოშვებაში. თემის სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს YouTube არხი, დაალაიქეთ გამოშვება და დაწერეთ გთხოვთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. ეს ძალიან ეხმარება კონტენტის პოპულარიზაციას YouTube-ზე. ამისთვის ძალიან მადლობელი ვიქნები. რათა რაც შეიძლება მეტმა მაყურებელმა შეძლოს ამ გამოშვებების ნახვა. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი, ბული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მაშ დავიწყებ პირდაპირ ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით. რუსეთის გეგმებშია დარტყმები ეგრეთ წოდებული გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე კიევში. უკრაინის დაზორვის მიერ გადაჭერილ დოკუმენტებში თითქმის 2 ათეული პოლიტიკური ცენტრი და სამხედრო სარდლობის პუნქტია. და აი დეტალი, რომელიც ამას უბრალოდ სამხედრო საფრთხედ არ აქცევს, არამედ ბევრად უფრო შემაშფოთებელ რამედ. გადაჭერილ მასალებს შორის არის კიევის ცენტრში მდებარე შენობების ფოტოები, კონკრეტული მისამართებით. ეს არის უკრაინის პრეზიდენტის ოფისი. მითითებულია ვლადიმირ ზელენსკის კაბინეტები ამ შენობის სხვადასხვა სართულზე. შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის სახელმწიფო აგარაკია. მინისტრთა კაბინეტი მითითებით, რომ იქ არის დიდი მიწისქვეშა ბუნკერი და გვირაბები. აი ასე შემდეგ. ანუ ეს ერთგვარი სია, კონკრეტული სია, თუ სად უნდა მოხდეს თითქოს და რუსული რაკეტები. აქ აღნიშნავ, რომ 9 მაისის ზავის წინ რუსები ამბობდნენ, თუ უკრაინა დაარტყამს წითელ მოედანს, ჩვენ დავარტყამთ გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე. უკრაინამ წითელ მოედანს არ დაარტყა, მაგრამ რუსები თითქოს მაინც ამზადებენ დარტყმებს გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე. ზელენსკიმ ეს ყველაფერი ღიად დააკომენტარა. და აქ მნიშვნელოვანია მისი სიტყვასიტყვით ციტირება, რადგან ის ამას შემთხვევით არ აქვეყნებს. რუსეთი უბრალოდ კი არ ემზადება თავდასხმებისთვის. ის გეგმავს დარტყმებს კონკრეტულ მისამართებზე, კონკრეტულ ადამიანებზე, ეს ტერორისტული დაგეგმვაა. მაგრამ უნდა აღინიშნოს სპეციალურად რუსეთისთვის. ხელმძღვანელობისთვის, რომ უკრაინა მაინც არ არის რუსეთი. და აგრესორი ქვეყნისგან განსხვავებით, სადაც არსებობს ამ ომის კონკრეტული ავტორი და მისი მრავალწლიანი გარემოცვა, რომელიც უზრუნველყოფს მის მოწყვეტას რეალობისგან, უკრაინის დაცვის წყარო არის უკრაინელი ხალხის მზადყოფნა იბრძოლოს თავისი დამოუკიდებლობისა და საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის. ანუ ეს იყო მინიშნება რუსებისადმი, რომ თუნდაც ქვეყნის ხელმძღვანელობის ლიკვიდაცია არ გამოიწვევს იმას, რომ უკრაინელები შეწყვეტენ თავდაცვას ამ ველური, ამ საზიზღარი რუსების თავდასხმისგან. ამავე დროს დღესვე ვლადიმირ ზელენსკიმ დაანონსა ახალი შორსმიმცდომი სანქციები, ანუ შორ მანძილზე დარტყმები რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინის პრეზიდენტმა გამოაცხადა ახალი ფორმატის სანქციების მზადების შესახებ. ისინი პირდაპირ დაარქმენ რუსეთის სამხედრო მრეწველობას. მათ შორის დრონებისთვის კომპონენტების მომწოდებლებს. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ 13-დან 14 მაისზე მომხდარი ღამის შეტევა, როდესაც რუსებმა გაუშვეს 1560 უპილოტო აპარატი, აჩვენებს, რომ რუსეთი მნიშვნელოვნად ზრდის შაჰედის დრონების წარმოებას და სანქციების გარეშე კომპონენტურ ბაზაზე ამის შეჩერება შეუძლებელია. და შემდეგ კიდევ ერთი ციტატა ზელენსკისგან. პირველ, ვადგენთ მიზნებს ჩვენი შემდგომი შორსმიმცდომი სანქციებისთვის რუსეთის წინააღმდეგ, ამ ომისა და ჩვენი ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმებისთვის. უკრაინა არ დატოვებს აგრესორის არც ერთ დარტყმას შედეგების გარეშე, რომელიც ჩვენს ხალხის ცხოვრებაში შემოაქვს. ეხლა რაც შეეხება ბირთვული დარტყმის მუქარას რუსეთის მხრიდან, რადგან დღეს ეს მუქარაც გაისმა, უკრაინის სამხედრო დაზორვის ყოფილი ხელმძღვანელი. ხოლო ახლა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი დღეს ბრიტანული გაზეთის The Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. რუსეთს შეუძლია ბირთვული დარტყმის განხორციელება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მანძილზე, მაგრამ და ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, он добавляет, ეს პირველ რიგში პოლიტიკური ნების საკითხია. მე არ მინახავს ბირთვული დარტყმისთვის მზადების არანაირი ნიშანი. რომ ყოფილიყო, მე ამის შესახებ მეცოდინებოდა.
და ეს განცხადება სწორად უნდა წავიკითხოთ, რადგან ბუდანოვი პანიკიორი არ არის. ის უკრაინის თავდაცვის სამინისტროს თავარი დაზვერვის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელია. ეხლა კი პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი. ეს ადამიანი მაინც საუკეთესო ცდომით სარგებლობს სადაზვერო მონაცემებზე მოსკოვის ოპერატიულ განზრახვებთან დაკავშირებით უკრაინაში. და ის ამბობს: ტექნიკურად რუსეთს შეუძლია პოლიტიკურად ჯერჯერობით არანაირი ნიშანი არ ჩანს. რატომ ჯერჯერობით? იმიტომ რომ სწორედ დღეს, მას შემდეგ რაც უკრაინაში რეკორდული 1560 უპილოტო აპარატი გაფრინდა, პუტინმა გამოაცხადა წარმატებულად ჩატარებული კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა სარმატის გამოცდის შესახებ. კერძოდ რუსეთის გამეულტებულმა დიქტატორმა ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა სარმატის რაკეტის წარმატებულ ტესტზე და დაფირდა, რომ წელს ბოლომდე ის საბრძოლო მორიგეობაზე დადგება. საერთოდ რა არის სარმატი? რაკეტა R-28 არის თხევადსაწვავი, შახტური ბაზირების კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა. მოსაოდნელი სიშორე 10000 კილომეტრზე მეტია. მას შეუძლია ატაროს 16-მდე დამოუკიდებლად დამიზნებული ბირთვული ქობინი. და აი ნატოში ამ რაკეტას კლასიფიცირებენ როგორც სატანა 2. პუტინი ამტკიცებს, რომ ქობინების საერთო სიმძლავრე 4-ჯერ აღემატება ნებისმიერ დასავლურ ატომურ იარაღს. მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია. Российский. რუსულმა ტელეგრამ არხმა ასტრამ დაწერა, რომ ვლადიმერ პუტინი სარმატის მზადყოფნის შესახებ უკვე მინიმუმ მეათედ საუბრობს 2021 წლიდან. რაკეტა 2011 წლიდან მუშავდება. 2024 წლის სექტემბერში ამ რაკეტის წარუმატებელმა ტესტმა პლესეცკის კოსმოდრომზე დაახლოებით 60 მეტრის დიამეტრის კრატერი დატოვა. შევადი საწვავი ექსპლუატაციისას დამატებით ტექნიკურ პრობლემებს ქმნის. ვლადიმირ პუტინი კიდევ ერთხელ აცხადებს რაკეტის მზადყოფნაზე, რომელიც ტექნიკურად სრულად მზად არ არის. რატომ აკეთებს ის ამას სწორედ ახლა? აქ კონტექსტის გაგებაა საჭირო. ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლახან გაფრინდა პეკინიდან, სადაც რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომის საკითხს განიხილავდა სი ძინპინთან. აშშ-ის კონგრესმა უკრაინის დახმარების საკითხის იძულებითი განხილვის გადაწყვეტილება მიიღო. ამაზე მაქვს ცალკე გამოშვება, ნახეთ. ნატოში ალიანსის ქვეყნებს სთხოვენ გამოყონ MŠP-ის 0.25% უკრაინის მხარდასაჭერად. რუსეთი რეკორდებს ამყარებს უკრაინის მიმართულებით გაშვებული უპილოტო აპარატების რაოდენობით. და ამ ყველაფრის ფონზე ხდება ბირთვული რაკეტის გამოცდა საჯარო განცხადებით. ანუ ეს ყველაფერი ინფორმაციული ზეწოლა და არა რეალური სამხედრო მზადება. მაგრამ ამ საფრთხის იგნორირებაც არ შეიძლება. ეხლა რას ნიშნავს ეს იმ დარტყმების გეგმისთვის, რომელიც უკრაინის დაზვერვამ გადმოიჭირა? რუსეთი ერთდროულად ახორციელებს რეკორდულ საჰაერო დარტყმებს, აცხადებს ბირთვულ გამოცდებზე და ადგენს უკრაინელი ხელმძღვანელების მისამართიან სიებს. ეს, უნდა გავიგოთ, არ არის შემთხვევითი დამტყევა. ეს არის თანმიმდევრული კამპანია სამხედრო, ფსიქოლოგიური და ბირთვული შანტაჟის გზით ზეწოლისა იმ მომენტში, როდესაც დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ განიცდის, ასე ვთქვათ, გაურკვევლობის კრიზისს. პეკინი მოსკოვსაც არ აძლევს არაფრის დაკარგვის საშუალებას. აშშ-ის კონგრესი ჯერჯერობით მხოლოდ კენჭისყრისკენ მიდის. არ არის ფაქტი, რომ ისინი ამას მიიღებენ. ნატო ამბობს, რომ საჭირო უკრაინისთვის კონკრეტულად 0.25% დახმარების გამოყოფა, მაგრამ ეს ჯერ არ მოხდარა. ამ დროს სი ძინპინმა მიიღო ტრამპი და ეხლა 5 დღეში პუტინს ელოდება. ზელენსკიმ ამაზე ასე უპასუხა. საჯელოდ გაამჟღავნა ჩაჭერილი გეგმები. ესეც არჩევანია. როცა დაზვერვა აქვეყნებს სამიზნეების სიებს მისამართებით, ეს უკვე უბრალოდ გაფრთხილება აღარ არის, იცით, იქ ქვეყნის შიგნით. არა. ეს არის სიგნალი დასავლეთისთვის, რომ აი ნახეთ რას გეგმავს რუსეთი და ჩვენ ამას ვხედავთ. და კიდევ ერთხელ, ეს არგუმენტია საუბარში დახმარებაზე და სანქციებზე და იმ საკითხში, რამდენად რეალურად არის რუსეთი მზად მოლაპარაკებებისთვის. აქ წერტილს დავშომ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ფინანსურად დაეხმაროთ ნებისმიერი დონატით ან ფასიანი სპონსორული გამოწერით, ბულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.